გავაგრძელოთ ჩვენი შენობის პროექტირება, მოვუჭრათ ახლა ზედმეტი კედლები, მე მოვუჭრით იატაკს ზედმეტ აჭრას ცალკე ვიდეოს მიუძღვნი, ამიტომ ახლა ვიზუალურად ხელი როა შეგვიშალოს იატაკმა, რომელიც ზედა სართულზეა, მთლიანად გამოვშავ იატაკის ლეიერს. ასევე გაგახსენებთ, თუ რომელიმე ლეიერი, ანუ იატაკი არ გაიჩნია, ესე იგი შესაბამის ლეიერზე არ არის, რომელსაც ვიშავთ, მონიშნეთ და გადაიყვანეთ ამ ლეიერზე. რას ნიშნავს მონიშნე და გადაიყვანეთ ამ ლეიერზე? პირობითად ამბობ, მაგალითად ეს ვითომ იატაკია, რომელიც უნდა დამალულიყო, მონიშნავთ ამას, გახსნით ამ მენიუს და დააწყალეთ იატაკზე. ოღონდ ამ სახურავზე ახლა ეს რამე არ გააკეთოთ, ეს უბრალოდ გითხარით, რას ნიშნავს და როგორ გადადის ელემენტი ერთი ლეიერიდან, ანუ ერთი ფენიდან სხვა ფენაზე. მოკლედ იმისაც, რომ მოვახდინოთ აქ წაჭრა, თანამდებობით ნელა გავყურებთ ამ ოპერაციებს. ჩვენ დაგჭირდება აი ამ სახურავის, ასე ვთქვათ, დაშლა. ეს სახურავი ახლა ორქანობიანია, ერთ მთლიანობას წარმოადგენს, ამიტომ მონიშნის შემდგომ შევდივარ მენიუ დიზაინში. შემდგომ ვიყენებ ბრძანებას სახურავის დანამატები და ვაწყობთ ბრძანებაზე split to single roof. ვაფიქსირებ split anyway და დაშლის. ანუ ამ შემთხვევაში უკვე ხედავთ, რომ ცალსაკე ინიშნება, იმიტომ რომ ჩართული არის ეს სასპენდი, წერანაც იყო ჩართული ეს, მაგრამ არ ინიშნებოდა. ჯგუფში რჩებიან უბრალოდ იმას მივაქცევ ყურადღებას, თუ ამას გამოჩნდება, რა თქმა უნდა, ერთიანად ინიშნება, მაგრამ ჯგუფის მარკერი სხვანაირი როგორც ხედავთ და მრავალ კომპონენტიანის, ანუ მრავალ ქანობის სხვანაირი. ხედავთ, ხო, შავი წერტილია მუქი, ამისი სხვანაირია. და როდესაც ეს ჩართული არის, ასეთ შემთხვევაში ცალკე ინიშნება სახურავის ქანობები, რომელიც უკვე სპლიტი დავშალე, ეს ისე ცალკე არის, ამიტომ ამას მიაქცევთ ახლა ყურადღება შავი წერტილი, რატო ერთი ცალი ეს ისე ჩვენი დახაზულია, მაგრამ აქაც შავი წერტილია, მაგრამ როგორც ერთიანი ისე ჩანს, ამიტომ ამასაც შევით მენიუ დიზაინში სახურავის დანამატების split დაშლა, ვაწვევით anyway და კიდევ მომდევნო სახურავებს მოვნიშნავ, რომ დაგანახოთ როგორ შეიცვალა ეს მარკერი და შეგვიძლია მოვნიშნოთ ახლა შემდეგი და გავაკეთოთ ანალოგიური მენიუ დიზაინი სახურავის დანამატების split. იცოდეთ, თუ ამ split-ს არ გააკეთებთ, ის ოპერაციები არ გამოგიოთ, რაც ახლა მე უნდა გავაკეთო. მოკლედ ახლა უნდა წავაჭრათ აი ამ კედელს, შესაბამისად სახურავებით, ანუ ამ კედელს ყვეთავს ახლა ეს ორი სახურავი, რეალურად, რომელიც გვაქვს. მათ შორის მე მგონი ყვეთავს ეს სახურავიც, კი ბატონო, და ახლა შეიძლება პროცედურა ცოტა რთული გამოვიდეს, მაგრამ გაჩვენებთ, როგორ რანაირად შევასრულებთ. ალბათ ჯერ იქითაც მოვჭრე, რომ უფრო თვალსაჩინო იყოს, იქით სხვა სახურავი არ ყვეთავს. კიდე გავიმეორებ რა ვთქვი, ამას მარტო ორი ქანობი ყვეთავს, აი ეს ერთი ქანობი და აი ეს მეორე ქანობი. მეტი სახურავი ამას აი ამ კედელს არ ყვეთავს. იყო თუ არა საჭირო ამ კედლის ამხელა სიგრძეზე დახაზვა, მაშინ თქვი რომ არაუშავს დახაზვა, შემიძლია შევამოკლო, რა თქმა უნდა, აქამდე დავსვა, მაგრამ აუცილებლად არ წარმოადგენს, იმიტომ რომ ახლა ვერ გაწვალებთ სამდეში ამ ოპერაციაზე, როგორ უნდა შევწიოთ ეს ოპერაციას, მე იატაკზე წყალებში გაწვალებთ, ცოტა, ანუ გაწვალებთ და გაჩვენებთ იატაკში ასეთ მოქმედებებს, ანუ მუშაობას სამდეში. ამიტომ კედელზე ჯერ ამ ეტაპზე მოვერიდებ, ვინაიდან სხვა ოპერაციით შეიძლება შეასრულოს. ესე იგი, რას ვიყენებთ ახლა? მონიშნული არის ეს კედელი, შევდივართ ისევ მენიუ დიზაინში, სახურავის დანამატებში და ახლა აქტიური არის ებრძანება. ებრძანება იცოდეთ, აქტიური არ გექნებათ ამ კედელს რომ მონიშნავთ, ან შეიძლება იყოს, მაგრამ შეიძლება არ მიიღოთ წაჭრა, თუ აი ამ სახურავს, რომელიც მას კვეთავს, არ დაშლით წერან, რაც მე გავაკეთებ. მოკლედ რა მინდა ახლა მე წავაჭრა ამას, ხო, ზედა ნაწილი მინდა წავაჭრა, ამიტომ proof element tag ზედა ნაწილს და ვატოვებ შესაბამისად proof. მოვახდინეთ წაჭრა, ანუ დავტოვე აი ეს ნაწილი მხოლოდ ამ კედლის. ისაც იქ უნდა გქონდეს. თუ მაგალითად არასწორად გამოვიდა რამე წაჭრა, ბარემ აქვე გაჩვენებთ, მაშინ აი ამ ჯგუფში, ანუ პანელში გადაატრიალეთ გოლგოლაჭი, იპოვეთ აი ეს ჯგუფი ხვეულის, ანუ რას ნიშნავს, უკვე ვიცით, აქ უნდა იდგე ამ ადგილას პანელზე, ისე უნდა დაატრიალო. აი ეს ჯგუფი იპოვეთ, proof დახელი ხაზია, ექსპორტე, ესე ვკითხულობ, რომ ადვილად საკითხი იყოს, ვინც გამოთქვი და ინგლისური არის და სხვა ენა იცის, ამიტომ ინგლისურის ცოდნები ნუ გაბრაზდებით, რატო ვკითხულობ ესე უხეშად ინგლისურ სიმბოლოებს და ასოებს. არ არის ხე გათვალისწინებული კურსი იმისთვის, რომ გამოთქვით ვისაუბროთ ინგლისურად, იმიტომ რომ ჯერ ინგლისურად გამოთქმული სიტყვა ბევრისთვის გაუგებრად ისმის ხოლმე, იმიტომ რომ ყველაზე არ არის ხო გათვლილი ლოგიკური ეს კურსი, ვისაც ინგლისური ესმის. და შეასრულებთ აი ამ ბრძანებით, undo all proof. და დააბრუნებთ ისევ ამ მოქმედებას. ნუ ახლა მე ისევ
შევასრულებ ანალოგიურად ოპერაციას, ანუ ორჯერ, იმიტომ რომ ერთხელ გაჩვენეთ ეს და საჭიროებს შემთხვევაში გავაკეთეთ. ესე იგი, კედელი მაქვს მონიშნული, roof, გავაკეთეთ roof და ჩართულია ეს ზედაპირული ნაწილი, დანარჩენი დაათვალეთ როგორც არის ესე უნდა იყოს, roof დავაჭირეთ. დანარჩენს არ ვეხები, იმიტომ რომ არ არის ჩვენი თემა თეორიული საკითხით, პანელების განხილვა, არამედ მოქმედების შესრულება კონკრეტულ შემთხვევაში რა უნდა იყოს ჩართული. მოდით ახლა ამაზეც გავაკეთებ და ნახოთ რა მოხდება, ამას კვეთავს ახლა 1, 2 და 3 სახურავი, ეს სახურავი მომნიშნეს ეგა და ხედავთ ხო, მას კვეთავს. ანუ რა მოხდება ახლა ასეთ შემთხვევაში, მოდი ნახოთ. თუ სწორად მომიჭრის, დავტოვებ, თუ არასწორად მომიჭრის, იმიტომ რომ აქ პროგრამა დაინახავს როგორც 3 სახურავს. და ნახოთ რა მოხდება ასეთ შემთხვევაში თუ კრუპს გავაკეთებ. ხედავთ ხო, რა მივიღეთ, ანუ არა ის შედეგი, რასაც ველოდი. ну ამ შემთხვევაში შემიძლია ანდუ გავაკეთო, დავაბრუნო მოქმედება უკან, დავაბრუნებ ისე წინ, ან როგორც გითხარით ხო, მონიშნული ახლა ეს სახურავი ვიპოვეთ ეს ანელი, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ანდუ ყველაზე მარტივია, იმიტომ რომ აქვე ვაკეთებ, მაგრამ ახლა სხვა ოპერაციები რო ვაკეთო მერე და ასე შემდეგ უკვე სხვა პრობლემა მოხდება, მაგრამ ახლა გაჩვენეთ პარალელურად. რომ ასეთი გაჭრის დროს უკვე ორ ნაწილად გაიჭრა კედელი და რამდენი საუნდა აკეთო კრუპი, უკვე მეც ვერაფერს ვერ გააკეთებ, უკვე არაფერს აღარ დაგებრუნებს. ამიტომ რა თქმა უნდა ასეთ შემთხვევაში უკვე ლოგიკური ისტორია იქნება და ამით გაგვეკეთებინ ანდუ. არ უნდა ეხლა ბევრი ამას ფიქრი, უბრალოდ გაჩვენეთ რომ რიგ შემთხვევაში კრუპი მთლიანად არ აღადგენს, ანუ ეს ანდუ არ არის კრუპი, რო იცოდეთ, უბრალოდ იქ ორ ნაწილად გაიჭრა კედელი ამ სამი სახურავის საფუძველზე, ამიტომ ორი ცალი ნაწილი დაგებრუნა. რა გავაკეთოთ ასეთ შემთხვევაში? რა უყოთ სახურავს, რომელიც გვიშლის, ანუ ქანობს აი ამას, რომელიც ხელს გვიშლის. ყველაზე მარტივი პროცედურა იქნება ასეთი: შევალთ, გავაკეთებ ახალ layers, news დავაწყებ ამ ღილაკში, უკვე გაკეთება ვიცით, დავაწყებ დროებითი. თან სიაში რომ დასაწყისში იყოს და არ ვეძებო ხოლმე, ტირე დროების დავწერ. უბრალოდ ალფავიტზე იყო ჩართული კლავიატურა. ამ გულისხმობ, აი ამ სიაში ყოველთვის დასაწყისში იყოს და ამ დროებით hidden-ს გავუკეთებ, დავთიშავ. და აი ამ layers დროებით layers-ზე გადავიყვან. მე ისე დავაბრუნებ თავის ადგილას, სადაც უნდა იყოს. აი ამჟამად უკვე დამალული, როდესაც გვაქვს ელემენტი სახურავის, ხვდებით ხო ახლა ხო არ წავშლიდი აბა იმ ელემენტს. ამისათვის რა თქმა უნდა, უკვე ორი ცალი კვეთავს. ანალოგიური ოპერაციები შეგიძლია მე გავაკეთოთ სხვა შემთხვევებში. და ახლა ნახოთ რას მივიღებთ. იგივე ბრძანების შესრულებით, რაც ახლა გავაკეთეთ, მაშინ 3 კვეთავ და ახლა მხოლოდ 2 კვეთავს, მივიღეთ ის, რაც ჩვენ გვინდოდა. რა თქმა უნდა, ვაბრუნებ ახლა იმ სახურავს, რომელიც ახლა გავაუქმე. ასეთ შემთხვევაში რა ქვია ვაბრუნებ, ხო? ჩავთავ დროებით უკვე ის დავაწვევი, მოვნიშნავ ამას, დავხსნი სიას და დროებითიდან ისევ გადმოვიტან სახურავი layers-ზე. დავაწყობებ layers სახურავს. ჩაიწერება ეს სახურავი, რაც გვნიშნავს, რომ ეს მონიშნული უკვე გადმოვიდა ისევ თავის layers-ზე, რომელზეც იყო ის განლაგებული. ახლა გავაგრძელოთ მომდენო ოპერაციები, ეს ოპერაცია იქნება აი ამ კედელს მოვნიშნავ, ორი ცალი ქანები კვეთავს ახლა ამ კედელს და ვიმეორებ იგივე ოპერაციას. აუცილებლად უყურეთ ვიდეოს ბოლომდე, სათითაოდ გირჩევთ გააკეთოთ, რასაც მე ვაკეთებ, იმიტომ რომ სადღაც მიხვალ და არ გამოგივართ ის, რაც გინდათ. ამიტომ ჯერ უპრობლემატუროს, ანუ პრობლემის გარეშე რაც იქნება, იმებს გავაკეთებ და რასაც შეიძლება პრობლემა მოყვებოდეს, სავარაუდო, იმიტომ რომ მე ხა ზეპირად არ ვიცი რა თქმა უნდა, იმას თავს დავანებებ, ცალკე გავაკეთებ. კარგი, აი აქ პრობლემა წესით არ იქნება, ოღონდ პრობლემა გადაკვეთაში იქნება სავარაუდოდ, დასასწორებელი იქნება, იმას მე ცალკე გავასწორებ, ცალკე ვისაუბრებ, უკაცრავად დიზაინში უნდა შევსულიყავი. ხშირ შემთხვევაში პროექტს უყურებენ და ვერ იგებენ რას ვჭრით. პროექტს მიაქციეთ ყურადღება, ხო განსხვავდება ეხლა კოლოფი ხო არ არის, კვადრატი ხო არა, რომ ვერ მიხვდეთ რომელი მხარი არის, ამიტომ შეხედეთ თქვენ ჩასმული არის კაფანჯარა, ასეც მუშაობთ, ამიტომ მიაქციეთ ყურადღება კონკრეტულად რომელს ნიშნავ და რომელზე წაჭრებს ვაკეთებ. აი აქ ესეთი ოთხკუთხედით შევა ჩვენ რო ეხლა შეფერვა ქონდეს ამ კედლებზე მრავალკომპონენტიანი გახსოვთ ხო აქ სხვანაირად გამოიჭრება, ამიტომ ამაზე ვთქვი ცალკე ვისაუბრებ, ამიტომ ვიღაცას შეიძლება როდესაც მასალებს ქმნით სხვადასხვანაირი გაქვთ, ამიტომ თუ აქ რაღაცა გამოეჭო სხვა შეფერილობა და არა ასეთი, ეს ვიცი რომ ასე იქნება, მე გასწავლით როგორ უნდა გავაუქმოთ. ეხლა რაც შეეხება აი ამ კედელს ხო, ამ კედელს კვეთავს ეს ერთი ქანობი, რეალურად ის რაც უნდა წააჭრას, შევდივარ ისე დიზაინში, ვაკეთებ პროუს. და ასე შემდეგ გავაგრძელებ ახლა იგივე ამ კედელს. კიდე გავიმერებ, შემიძლია ერთდროულად გავაკეთო, მაგრამ ვაკეთებ ნელ-ნელად, ცალ-ცალკე, რათა არ დაუშვა რამე შეცდომა, თან ვაკონტროლებ რა თქმა უნდა, გეუბნებით რა სწორია, რითი ვაკონტროლებ, აი ამას უყურებ, აქ რაც რჩება. და ამის დამიხედვით თუ ხვდები, სწორად გააკეთა თუ არა წაჭრა. მოვნიშნოთ ახლა ეს კედელი.
რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას რომ არ შეიძლება უბრალოდ არ ვაკეთებ ახლა ერთდროულად მათ შორის თქვენთვის იმიტომ რომ ეხლა დავიწყო ახლა მე სხვადასხვა ასე თქვათ კედლების მონიშნა ერთდროულად ნუ რაღაცა შეიძლება პრობლემა მოხდეს და არ მინდა რომ შეძლოთ ამის გაკეთება ნუ ვისაც გაქვთ იმედი და თავის თავში დაჯერებული ხართ რომ შეგიძლია ერთდროულად რამოდენიმე მონიშნო და რამოდენიმეს გააკეთოთ კი ბატონო მაგრამ სავარაუდოდ ალბათ მაინც მოგიწევს მე ყველა მოქმედების უკვე დაუქმება მაინც მოსვენა ვიდეოს როგორ და რა თანამდებობით ვაკეთებდი რომ გავსი გამოგივიდეთ იმიტომ რომ სავარაუდო იქნება რომ რაღაცა შეცდომა მოგივათ ნუ აღარ ვიმეორებ ხა სიტყვიერად რა ბრძანებებს ვასრულებ ერთი და იგივეს ვაკეთებ ფაქტიურად ახლა ეს კედელი გვაქვს კი ბატონო წაიჭრება ერთი მხრიდან მეორე მხრიდან ორი ქანო ვიკვეთავს ამასაც თითქოს მარტივი ოპერაცია ხო რა უნდა შევდივარ მაგრამ კიდევ ვიმეორებ შეიძლება არ წაიჭრას აი ეს არ წაიჭრება ხა აშკარად ვიცი რატო ვისაუბრებ ამიტომ მოდი ამათ მივადგები როგორ ხდები კიდევ ერთხელ დააკვირდით აი ხო გავჩერდებით ცოტა ფორმით მე მიეჩვევით რა თქმა უნდა თქვენ თვითონ წესით ახლა პროექტი ერთი თუ ვაკეთებთ იგივე უნდა გამოდივიდეთ რასაც მე ვაკეთებ თავისთავად ამიტომ ნუ ფიქრობ რომ შეცდომის გარეშე გაკეთებული მონიშნულ კედელს ხო ხედავთ აქ თავი აქ ამოყოფილი აი ამას რასაც ხედავ აი ეს უნდა წაეჭრას ამიტომ როდესაც ვაკეთებ კრუპს მაუსით აქ თვალით აქ აღარ ვიყურები აქ რაღა მესაქმეა აი აქ ვიყურებ უბრალოდ აქ მაუსით მივდივარ რა თქმა უნდა მაუს ვაყოლებ თვალს ანუ პროცედურას გიხსენთ რა როგორ მუშაობ კომპიუტერთან როდესაც ძივარ იმდენად ჩემ თვალით ვერ ამიახედავთ ვერც ხელს ვერც მაუსს ვერაფერს ვუყურებ უბრალოდ რას ვაკეთებ ანუ გიხსენთ მაუსით რა თქმა უნდა ვუყურებ აქ მოვედი რომ სხვა რას არ ავწდე მაგრამ რო დავჭერდი ამ ადგილას თვალი გადმოვიტანე უკვე კედელთან დავაწყაპე ისპანჯერა დაიხურა დავინახე შესაბამისად როგორ წააჭრა რატომ იყო ის პატარა და რატომ წააჭრა დიდზე იმიტომ რომ ქვედა მხრიდან აჭრის კედელა შუაშეკაცო სახურავს ხო სისქი აქვს ამიტომ შესაბამისად იმ სისქის საფუძველზე აკეთებს წაჭრას ეს რომ ხვდებოდეთ შემეძლო მე ახლა ჯერ წაჭრა არ გამეკეთებინა იმიტომ რომ თქვი რომ სახურავი ჯერ დამთავრებული ამით არ არის მისი კონსტრუქციული მხარე მაგრამ ყოველთვის შევძლებ შეცდომების გამოსწორებას ამიტომ ეხლა დამეწყო იქით რომ იცი რა ყველაფერი ვიცით უკვე სად რა მასალა უნდა იყოს როგორ ნუ არასწორია ასეთი მიდგომა რა თქმა უნდა იმიტომ რომ კი რიგ შემთხვევაში ვიცით ხოლმე წინასწარ სამშენებლო მასალები რითიც ვაკეთებ მოდი ახლა ესეთ რაღაცას გავაკეთებ პარალელურად შევალ ლეიერში შეიძლება თქვენს გაიმეოროთ უბრალოდ გამეორების მიზნით რომ ეს უკვე დააბრუნოთ სახურავი ჩავთოთ კონტროლ ჩვენებაში ეს უკვე ვიცით კედლებზე გავაკეთე ხო სახურავს რეალურად ვეღარ ხედავ მაგრამ კონტროლის სახით ხედავ სიტყვები არ ჩანს უბრალოდ შევასრულე ისევ დიზაინიდან ეს კედელი მონიშნული მაქვს ხედავთ ხო აი ეს კედელი მონიშნული არის დიზაინი რა თქმა უნდა დამწყებისთვის ცოტა რთულია ხოლმე მიხვდეს სწორად წაიჭრა თუ არ წაიჭრა ხო რაზეც არ ვისაუბრე ხა ესე წაიჭრა იმიტომ რომ კედელია ისე იატაკი სახურავია უკაცრავად შესაბამისი ქანობით დახრილი ჩავთავისებ ლეიერებს რა თქმა უნდა ის გაჩვენე თუ გინდათ გაიმეორეთ მის გავსადგილოს რომ მოხვალ თუ გინდათ არა სახურავი სამგელად ისევ დავაჭირე ისევ შეფერით შეივსება ფაქტურად რამოდენიმე დავქშე ახლა აი აქ აი ეს ორი კედელი ანალოგიურად შევიდა ახლა შემიძლია ორივე მოვნიშნო მაგრამ არ გავიკეთებინებთ ასე რა თაქცევთ გავაკეთო ჯობია მოვნიშნე ეს კედელი გავაკეთე კრუპ კიდევ მე არა იმიტომ რომ არ გააკეთეს არა იმიტომ რომ შეცდომა იქნება არამედ ნუ თქვენთვის ვინც დამწყები ხართ ვიკავებ თავს რაღაც სწრაფი მოქმედებების შესრულებისაგან. ახლა მოვიდით აი აქ ამას ეს ფიზიკურად ვერ შეასრულებთ, ნუ ყოველ შემთხვევაში ესე იყო 23 ვერსიამდე და 24-ის პრაქტიკულად ესევე იქნება. წერა ხო ნახეთ 3 წლის სახურავი რო კვეთავდა იმ ქანებს რა მოხდა და რა გამოვიდა. თუმცა მე რო ახლა დავმალო ეს 2 წალი და წაჭრა გავაკეთო, მე ამით რო წავაჭრი იგივე პროცესი მოხდება. ამიტომ კიდევ მე ფიზიკურად ვერ გავაკეთებთ ამას, ამიტომ ცდას აღარ ჩავატარებ, თუ თქვენ მანდამაინც გინდათ ეს საჩაატარო, მოგმონიშნე, გააკეთე კრუპ, რო დაინახავ რომ არ წაიჭრა, ანუ აი სამკუთხედზეა საუბარი, ანუ წაჭრის ასე ვთქვათ, ერთ სიმაღლეზე, აი ესე და ესე გამოვა აქეთ. ანუ ამ ადგილში აღარ გექნებათ ეს, ამიტომ აქ სხვა პროცედურას გამოვიყენებთ. მოდი ჯერ დავასაიერებ ამ ცვლილებებს და რიგ შემთხვევაში წაჭრას ვიტყვი ამ ეტაპზე ჯერჯერობით რომ მე ავხსნი, ვიზუალურ წაჭრაზე მაქვს საუბარი, შეგვიძლია მისთვის გამოვიყენოთ ასევე მენიუ დიზაინში აი solid element ოპერატორი. ცოტა ფრთხილად მივუდგეთ ამ პანჯერაზე, შევეცადოთ იგივე თანამდებობა გავაკეთოთ. კედელი მოვნიშნოთ აი ეს გრძელი მხარე და აკვირდით რომელიც არის არ შეგეშალოს გვერდების შენობის. დავაწყაბე დაიწერა ტარგეტ 1, იმიტომ რომ 1 კედელია.
მერე მოვნიშნე აი ეს მტყელი სახურავი. კლავიატურაზე Shift-ს დავაჭირე, ხო გავამახვილებ ასე ყურადღებას, რომ აი ეს არის აქ ჩართული, აი ეს ღილაკი. Suspend group. დავაწყაბე მოვინიშნა ეს ერთი სახურავი, კლავიატურაზე Shift-ს დავაჭირე, მიჭირავს. როდესაც შევეხი აი ამ ქანობს სახურავის გალუჯდა, თან გამოვიდა სახელწოდება და მერე დავაწყაბე. რატომ გეუბნებით გალუჯდან არ იჩქავ, იმიტომ შეიძლება მივხვდეთ სკაპი გააკეთო, ეს არ მოინიშნოს, სხვა რამე მოინიშნოს. სკაპი, ამიტომ არ იჩქაროთ. და როდესაც დააწვევი აი აქ ერთ ოპერატორს, სამი ცალი ელემენტი უნდა დაგეწეროთ. 1, 2, 3. შენ თუ შემთხვევით ზედმეტად სკაპი გააკეთე და მოინიშნა 4 დაგიწეს. მაშინ მოხსენი მონიშნა და ახლიდან მონიშნე 1, Shift დააჭირე 2, 3. ამიტომ გითხარი, შეხებით ხვდები, როდესაც ვრდება და სახელი წერება ამ ელემენტზე გეხარ თუ არა მაუსით. გეხარ, იმიტომ რომ შენ შეიძლება ხედა და გგონია რომ სახურავზე ხარ, მაგრამ შეიძლება არ იყოს და რომ დააწყაბოს პარამეტრი მოინიშნოს. მერე გავხსნათ აი ეს მენიუ აქ და გამოვიყენოთ აი ეს რიგით მეორე ღილაკი, ვიზუალურად სახელწოდებას არ წავიკითხავ ახლა ამას და დავაჭიროთ execute. წეგან აღნიშნე მე და ვთქვი რომ წაჭრას გავაკეთებ მეთქი, მაგრამ მოდი ესეთი რაღაცა ვთქვათ ახლა რეალურად ამას connect-ი ქვია. ანუ solid element operators როდესაც ვიყენებთ, კავშირდება ხდება კედლის ამ შემთხვევაში და სახურავის. კავშირდება იმას გულისხმობს, რომ მანამდე ხედავ ასე წაკვეთილს, სანამ ეს სახურავი არსებობს. ან სახურავის შესაბამისი ნაწილები შეიძლება ახლა მეგონი ხდებით ასე ვაკეთებ, რომ დაინახოთ, რომ ისევ აღდგა ეს. მაგრამ არ აღდგა არც ერთი კრუპით წაჭრილი კედელი, ამიტომ ის კედლები რეალურად წაჭრილი არის. და აქ კავშირდებულია კიდევ ელემენტი ელემენტთან. ამ შემთხვევაში კედელი ელემენტი სახურავი ელემენტებთან. და ვიღებთ ასეთ მოქმედებას. აქვე თუ დააკვირდებით, ეხლა ძალიან გაჩვენეთ, აქ undo კრუპი არაფერს შუაში ამ პანელში არ იქნება. აქტიური არ იქნება კრუპ ტექსტურში ეს ღილაკები, რომ რაღაც undo გააკეთო. ამიტომ შევეხები იმ შინაარსს, თუ მაგალითად აღარ მინდა ეხლა ეს კავშირი ან არ გამომივიდა ან არასწორად მოვნიშნე, როდესაც აი ამ კედელს მოვნიშნავ, რომელზეც ეს solid element ოპერატორიდან შესრულებული კავშირდება, ხო? აი ეს ღილაკი ჩნდება აი ამ ადგილას. დააკვირდით მოხსნი მონიშნავს ეკრანის დადგმებით, სხვა კედელს მოვნიშნე, რომ დაგანახოთ, იმიტომ რომ ასევე როგორც ამას არ აქვს, სანამ გამოიყენებთ, არც ამას არ ქონდა. ისე რომ აქ თუ დააწყაბებთ, გაიხსნება ეს ჩამონათვალი, ყველა იმ ელემენტის სახელწოდება, რომელთანაც კავშირდება აქ მას გაკეთებული, შეხებით რომ დააკვირდით, როგორ ლურჯდება ერთი მხარე, მეორე მხარე, დიდი მხარე. ერთი მეორე პატარებზე ვიგულისხმობ, ხო? და თუ ცალკეული გინდა გააუქმოთ ცალკეულ საწვევი ამ წაშლის ღილაკს, ჩდება ეს ღილაკი, როდესაც ადგეხარ. ან მთლიანად ჯგუფის ღილაკს და ერთიანად უხდება და ბრუნდება ისევ მოქმედება და მერე გაასწორებ, ანუ სწორად გააკეთებ. ისე რომ ესაც გაჩვენეთ, თუ დავავნეთ მოქმედებას უკან, თუ ვინიცობა არის არასწორად გამოგივიდათ, ხელახლა გაიმეორეთ. აი ფაქტურად უკვე ჩვენ წავაჭერით ყველა და გავამზადეთ ისე, როგორც პროექტი უნდა გქონდეს, ჩვენ აქ გვექნება ეხლა ჩასამატებელი აი ამ ადგილას ერთი ცალი კედლის მონაკვეთი, ამას უკვე ცალკე ვიდეოში ავხსნით, ცოტა დამძელი არ გამოვიდეს ეს ისედაც ცოტა შეიძლება ითქვას, ნუ რთული, რა ვიცი, ეხლა ვის როგორ ზოგისთვის ფანჯი ჩასმა რთული, ზოგისთვის ეს აადვილი და პირიქით, ისე რომ ჯერ ეს გავაკეთოთ, მომდევნო ვიდეოში უკვე ავხსნი როგორ ჩავსვათ და გავასწოროთ ეს მონაკვეთი აქ, რა თქმა უნდა იგივე წაჭრების მეთოდს გამოვიყენებთ, მაგრამ როგორ ჩავხაზოთ იმაზე იქნება საუბარი, თუმცა კონსტრუქციულ ნაწილზე მერე კონსტრუირებას და მივალთ იქ შევეხები და რაც მნიშვნელოვანი ახლა აქ ის ფაქტი, რომ ამის შემდეგ მე ავხსნე უკვე იატაკის წაჭრას, გაგახსენებთ რომელიც დამალული მაქვს, როგორ შევასრულოთ, ხო? ანუ აი ეს იატაკი იქნება მე მოსაჭრელი, რომელიც გარეთ არის გამოსული, ეს იატაკი გვაქვს გასასწორებელი, ან მოკლედ იატაკებს მივიხედავთ მომდენო რომელიღაცა გააკვეთილება. დავმალავ ისე ახლა იატაკებს, იმიტომ რომ იატაკი არ მჭირდება, უბრალოდ გაგახსენებთ, რომ ასე დავიხსნე დამალვით, დავასეივებ ცვლილებები და გავაგზავნებ მომდენო ვიდეოში.